ბოლო 6 თვის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც 2013 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ხართა თანასწორობის პრინციპი დაცული იყო. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ანგარიშის თანახმად პროკურატურას მტკიცებულებებად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ჰქონდა წარდგენილი, რომელთა ნაწილიც პროცესებზე ცვლიდა და ამ ჩვენებებს დააცხადებდა, რომ პირველადი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ზოგადად მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობის პრინციპი იმ საქმეებზე, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, არ დარღვეულ საქმეების უმეტესობაში, ყველა ამ საქმეში პროკურატურის ბრალდება ეყრდნობა მოწმეების ჩვენებას, ნაწილში ეს სპეციფიკიდან გამომდინარეობს საქმეების, სადაც საუბარია წამებაზე და არადამიანურ მოპყრობაზე, მაგალითად ჯარისკაცების შემთხვევაში, თუმცა სხვა შემთხვევებშიც ძირითადად მოწმეთა ჩვენება. გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ბრალდების მოწმეები, ძირითადი მოწმეები ცვლიდნენ ჩვენებას პროცესზე, მან ბრალდების ეტაპზე სხვა ჩვენება ჰქონდათ მიცემული, მაგალითად ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ და შემდეგ მათ უკვე შეცვალეს ჩვენება და განაცხადეს, რომ ჩვენება მიცემული იყო იძულების შედეგად. ეს არ დადასტურებულა ოფიციალურად არც ერთ შემთხვევაში, თუმცა პროცესზე ეს გაჟღერდა. ბრალდების ნაწილები, ბრალდების მოსაზრებები ბათილდება პროცესზე, ანუ არ არის სწორად ჩამოყალიბებული და კარგად დასაბუთებული, თუმცა სხვა შემთხვევაში პროკურატურა საკმაოდ კარგად არის მომზადებული. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში საუბარია გიგი გულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩუ ახალაიას, დავით კეზერაშვილის, ირაკლი ოქროაშვილის, ნიკა გვარამიას, თენგიზ გუნავას, მეგის ქარდავას და გეგი ქელბაქიანის ბრალდებებზე. 54 გვერდიან შუალედურ ანგარიშში მოკლედ არის აღწერილი პროკურატურის და დაცვის მხარის არგუმენტები. პროკურატურის ბრალდები ძირითადად მოგვიდა მოწმეთა ჩვენებებს და რა თქმა უნდა სასურველია, რომ უფრო ასე ვთქვათ ძლიერი ბრალდება იყოს იმ კუთხით, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ იყოს და იყოს უფრო სხვა უფრო სერიოზული მტკიცებულებები. სასურველი იყო, რომ უკეთ დაესაბუთებდნენ თავიანთი პოზიციები და მათი არგუმენტები უფრო ძლიერი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, თუ ამას გავითვალისწინებთ, შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ, რომ იყო ცალკეულ შემთხვევაში სუსტი პროკურატურა. პროკურატურაში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ ანგარიში უკვე წარუდგინა, დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კვილაშვილის უწყების პოზიცია მათთვის 2 სექტემბერს გახდება ცნობილი. ადვოკატები კი, რომლებიც გახმაურებულ საქმეებზე მუშაობენ, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებებს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია. ყველაფერი არის წარმოჩინებული, თუ სუსტად იყო წარმოდგენილი პროკურატურა, რატო ვერ ასაბუთებს ის განაჩენს და რატო გამოაქვს სასამართლოს დაცვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. მარტო უდანაშაულობა მტკიცდება ყველა საქმეში, არამედ ის დასტურდება, რომ ყველა იმ პირების მიმართ, რომელსაც მე ვიცავ სასამართლოში, კონკრეტული დაკვეთა არსებობდა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ისეთ ფაქტებზე ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა და ისეთ დროს, რომ ამას მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება შეიძლება დაარქვას ნებისმიერმა ადამიანმა. ადვოკატის შეფასებებს იმის შესახებ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, ყოფილ მმართველ გუნდშიც იზიარებენ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში გაკეთებული შეფასებები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გახმაურებულ საქმეებზე ბრალდებას მოწმეთა ცრუ ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია. ჩემთვის არ ყოფილა გასაკვირი საერთაშორისო გამჭვირვალობის მხრიდან ამგვარი დასკვნის გაკეთება, რამდენადაც არაერთ სასამართლო პროცესს ვესწრები პირადად. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურას არ გააჩნია შესაბამისი არგუმენტები, მტკიცებულებები. ერთადერთი, რასაც პროკურატურა ემყრდნობა, ეს გახლავთ მოწმის ჩვენებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არის იძულებით, შანტაჟითა და დაშინების შედეგად მიღებული. აქედან გამომდინარე, ნამდვილად იძულებული ვართ, რომ ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში არის ისეთი პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ასრულებს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის დავალებებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის გარდა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებზე ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც ასევე ამ პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციაში ეთანხმებიან გამჭვირვალობის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ ამ საქმეებზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებების სახით ძირითადად მოწმეთა ჩვენებები აქვს წარდგენილი. განსხვავებით სხვა სისხლის სამართლის საქმეებისგან არის ძალიან აქტიური პროცესები იმ კუთხით, რომ დაცვის მხარე ძალიან აქტიურობს განსხვავებით სხვა შემთხვევებისა და საკმაოდ შეჯიბრებითია პროცესი. ძირითადად მაინც მოწმეების ჩვენებებზე არის აგებული ეს და ასევე არის შემთხვევები, სადაც პირდაპირ მოწმე არის ძალიან იშვიათი. ანუ პირდაპირ მოწმე, რომელიც კონკრეტულად აღწერს ფაქტს. უნებრივია, როდესაც საქმე არის გამყარებული მტკიცებულების რამდენიმე სახით, როგორიც არის მოწმის ჩვენება
ჩვენებანი მთიერი მტკიცებულებები და სხვა საქმე არის ბევრად უფრო მყარი. მაგრამ ჩვენ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ თუ მხოლოდ მოწმეების ჩვენებაა, მაშინ ამას აზრი არ აქვს და საქმე არ უნდა წარიმართოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეებზე საბოლოო და დეტალურ დასკვნას სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. სისხლის სამართლის საქმეებზე მონიტორინგს კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს, რომლებიც საკუთარ ანგარიშს ასევე მოგვიანებით წარადგენენ.